გამარჯობა. დღეს ერთი საინტერესო სტუმარი მოვიწვიეთ ჩვენ პოდკასტში და გადავწყვიტეთ, რომ ინგლისური ენის შესწავლასთან დაკავშირებულ სტერეოტიპებზე ვისაუბრებთ. იმიტომ რომ ჩვენ საზოგადოებაში ძალიან ბევრი ადამიანია, მაგალითად ზრდასრულ ასაკში, ვინც ფიქრობს, რომ რაღა დროს მისი ინგლისური სწავლაა, ან ფიქრობს, რომ აუცილებელია გრამატიკა იმისთვის, რომ კომუნიკაცია დაიწყოს. მოკლედ, ბევრი სტერეოტიპი არის საზოგადოებაში დაგროვებული ენის შესწავლასთან დაკავშირებით. და გადავწყვეტეთ, რომ რატომაც არა, კარგი იქნება, რომ мотиваცია მივცეთ ადამიანებს და ამ თემებზე ვისაუბროთ. სტუმრად მოვიწვიეთ ძალიან მაგარი გოგო, ნატო ჯავახია, რომელიც 20 წელია უკვე პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა, იგი ინგლისური ენის მასწავლებელია, ასწავლის როგორც კერძო სკოლაში, ისე საჯარო სკოლაში, ზრდასრულებთან აქვს რაღაც დამოუკიდებელი მოსამზადებელი ცენტრიც და არის ადამიანი, რომელსაც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში და ალბათ ყველგან, ვისაც მას იცნობენ, ვინც ფორმალურ განათლების პროცესში ალბათ ყოველდღიურ რეჟიმში იყენებს არაფორმალური განათლების მეთოდებსაც. რაც მის პროცესს, ამ სასწავლო პროცესს ხდის უზომოდ საინტერესოს. აი, ნატოსთან დაკავშირებულია ეს ამბავი, რომ ნატო თამაშით, საინტერესო აქტივობებით ასწავლის ადამიანებს. როგორც პატარებს, ისე ზრდასრული ასაკის ადამიანებს ინგლისურ ენას და მასთან ურთიერთობა და მუშაობა ამ მხრივ არის გამორჩეულად კომფორტული. ამიტომ ვიფიქრეთ, რომ ვინ უნდა მოგვეწია ინგლისურ ენაზე და ენის სწავლასთან დაკავშირებულ სტერეოტიპებზე სასაუბროთ, თუ არა ესეთი მაგარი გოგო, რომელსაც თავისი ენერგიითაც შეუძლია ადამიანებს თავი დაამახსოვროს. მიხარია რომ აქ ხარ, ჩვენ ბევრი წელია უკვე ვიცნობთ ერთმანეთს, გარდა იმისა, როგორი მასწავლებელიც ხარ ძალიან ესეთი შთამაგონებელი გოგო, რომელსაც შეუძლია ბევრი სტერეოტიპის დამსხვრევა და მათ შორის აი ამ სასწავლო პროცესის დროსაც ალბათ ბევრი გამოცდილება გექნება, რაც შეგიძლია რომ გააზიარო. შენთან ერთად შევარჩიეთ ყველაზე გავრცელებული სტერეოტიპები და მგონია რომ კარგი პოდკასტი გამოგვივა და ესე შინაურულად ვილაპარაკოთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა. ჩემთვის ცოტა სურპრიზი იყო და მოულოდნელი იყო. ზოგადად ეს სიტუაცია და ზოგადად პირადად ჩემ თავზე საუბარი არ მიყვარს და რაღაც ცოტა მოულოდნელი იყო და მოულოდნელობებში უფრო მაქსიმალურად ჩემ თავს ვავლენ ხოლმე წინასწარ მომზადების პროცესი არ შემიძლია ხოლმე და ჩემ ბავშვებსაც ზუსტად მაგას ვეუბნები რომ არ არის საჭირო წინასწარ იყოთ მზად, იყავით ისინი, ვინც ხართ და მეც ზოგადად ვეცდები დღეს ვეცდები მაქსიმალურად რომ ვიყო ის, ვინც ვარ და მადლობა რომ გამithვალისწინეთ და იფიქრეთ ჩემზე და ამხელა წარდგენით კიდე ცოტა შევრცხვი, მაგრამ ყველაფერს იმსახურებ, რაც თქვი და ამაში ვარ 1000%-იანი მე თვითონაც ძალიან გულწრფელი და ბევრი ადამიანის აზრით გამოვხატე. ნათ, შეგვიძლია პირდაპირ დავიწყოთ. პრინციპში დაწყებამდე გითხარი, რომ აი ასე გავაკეთებდით გამჭვირვალე ქილაში, რამდენიმე სტერეოტიპი მომამზადეთ შენი დახმარებით, რადგან სფეროში ხარ და უფრო იცი, რა წუხილები არსებობს და რა სტერეოტიპული მოსაზრებები არსებობს. თითოეულ მათგანს ამოვიღებთ, ვიმსჯელებთ, მეც რაღაცებს ჩაგეკითხები ხოლმე და მგონია რომ კარგი საუბრები და სასარგებლო საუბარი გამოგვივა. მოდი პირდაპირ ამოიღე. და აბა, ხო. რა შეგვხდა? ხო, არა. კარგი. წავიკითხო ხო? კი, გაჟღერე ესე. არ მაქვს უცხოენის სწავლის ნიჭი. ხო, აი ეს ნიჭთან ეს ფრაზა აი ჩემ პროფესიას პირველივე დღიდან თანსდევს, ასე რომ ვთქვათ, და არც ერთი დღე არ არის ამ ფრაზის გარეშე, იმიტომ რომ ბავშვებთანაც, მოზარდებთანაც და ზოგადად ადამიანებთან კომუნიკაციის დროსაც, აი ტაქსითაც რომ გზავრობ, რომ გაიგებენ რომ ინგლისური ენის მასწავლებელი ვარ, ვაიმე მე ნიჭი არ მაქვს და მაგიტომ ინგლისური ვერ შევისწავლე. მინდა გითხრათ რომ რაღაცის ვერ გაკეთება არ არსებობს და ზოგადად ნიჭი ადამიანს ყველაფრის აქვს, ჩემი აზრით და უცხოენის შესწავლისთვის მთავარი არის მონდომება. ნიჭი გამომუშავდება ადამიანში და პროცესში, როდესაც ადამიანი რაღაცას მოინდომებს, პროცესში ხდება რომ მეტი შესაძლებლობა ჰქონია და ზუსტად ეს არის ადამიანებში ნიჭი. ძალიან ბევრ ადამიანთან მქონია კომუნიკაცია ინგლისურის თვალსაზრისით და ძალიან ბევრი მოსწავლე მყოლია ასაკთა სხვაობით მინდა გითხრათ და ის ასაკოვანი
ასაკოვანი ადამიანები, ეხლა ასაკოვანი ცოტა ისეთი ნათქვამი, იმიტომ რომ მეც 40 წლის ვხდები უკვე და ადრე რომ 40 წელი მესმოდა, რაღაც მეგონა რომ ძალიან ისეთ ასაკოვან ადამიანზე ვსაუბრობდი და 60-67 წლის მოსწავლეც კი მყოლია, რომელიც აი ჩემ კურსზე პირველივე დღიდან აი მე როგორ შევძლებ, არ შემიძლია ნიჭი არა მაქვს, წლებია ვერ მოვახერხე ამის სწავლა და ეხლა როგორ შევძლებ. მან შეძლო და ისწავლა და სამთვეში იძახდა რომ აი თქვენ რომ არ დაგეძალებინათ და არ გეთქვათ რომ შეუძლებელი არაფერი არ არის, მე ამას ვერ შევძლებდიო და ზუსტად ეს არის. ძალიან მნიშვნელოვანი არის როგორ მიუდგებით თვითონ მოსწავლეს, როგორ მიუდგებით ადამიანს, მოსწავლეს არა. მე ზოგადად ადამიანებთან კომუნიკაციის დროს მეგობრული და პოზიტიური გარემოს შექმნას ვცდილობ და არ წარმოვიდგენ მოსწავლეებად ჩემ წინ მჯდომ არც მოსწავლეებს და არც ზრდასრულებს. ზოგადად კომუნიკაცია ყველაზე ჯანსაღია, ასე მგონია, როდესაც ადამიანს ადამიანურად ხედავ, მეგობრულად ვდგები და რჩევების სახით აძლევ თუნდაც იმ პედაგოგიური გამოცდილებიდან იმ საკითხებს, რაც მის განვითარებას და ზოგადად ინგლისურის შესწავლას ხელს უწყობს. და ამართლებს ადამიანი რომელ სფეროშიც გრძნობს კომფორტულად თავს, ზუსტად იმ სფეროს ვიყენებ მასთან კომუნიკაციის დასაწყებად და განვითარებისთვის ზუსტად იმ სფეროს ვირჩევ. სპორტი თუ იზიდავს, სპორტის გამოყენებით ვასწავლი ინგლისურ ენას, ცეკვა უყვარს, ერთად ვიცეკოთ. არ არის პრობლემა და ბავშვების უმეტესობა ტრადიციულ ცეკვებს მიმართავენ, ზოგი პირიქით. მანქანა უყვარს, მანქანით ვიწყებთ. ანუ მთავარი არის ადამიანის გაცნობა. თუ ადამიანს ვიცნობ, უკვე მთავარი კოზირი მაქვს და რაც არ უნდა ძალიან ამტკიცებდეს, რომ ნიჭი არ აქვს უცხოენის შესწავლის, ვაიძულებ ჭყალებში, ვაიძულებ ხოლმე, რომ აი ისწავლოს ისე კომფორტულად შემოესწავლოს ზუსტად იმ საინტერესო სფეროს გამოყენებით, რომელიც სფეროც მასთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აუ, მაგას მხარეს არ მიფიქრე, ხა ძალიან კაი შემჩნევა არის, რომ აი თუნდაც ამ სწავლების დროს კლასებში და ჩაიჭიდო, რაც ყველაზე მეტად აი მაგალითად ჩემი ევროპული სკოლის კერძო სკოლაში მყავს მე-9 კლასში ბიჭი, რომელსაც არც ერთი საგანი არ აინტერესებს, უბრალოდ ფორმალურად მოვალეობის მიზნით ყველა საგანში მაქსიმალურად მომზადებული მოდის, მაგრამ ჭკუას კარგავს გეიმინგზე, ანუ თამაშები უყვარს უზომოდ და ზუსტად ეს ავიღე პირველივე დღიდან და აი ამ თამაშების გარშემო ვადგენ იმ პლატფორმაზე აქტივობებს, ტესტებს, კომპიუტერული სისტემა შევისწავლეთ, პლატფორმები გავაკეთეთ და ეხლა ეს გამომივა რაღაც წინასწარ თქვამი აკეთებს სასკოლო მარათონს Minecraft-ის გამოყენებით, სადაც დაგეგმავს ინგლისური ენის გრამატიკის და საერთოდ ზოგადად ინგლისური ენის საფუძვლებზე ყველა ინფორმაციას და განათავსებს შენობაში სხვადასხვა კლასებში, რომლის აღმოჩენაც ამ თამაში ჩართულ სკოლის მოსწავლეებს შეეძლებათ და რა თქმა უნდა ჯილდოებიც იქნება, მაგრამ ყველა ის თემატური მასალა იქნება დამალული ამ თამაში სკოლაში, ოთახებში, სკივში, დაფაზე, რომლის მოსწავლეებს მოუწევთ ინფორმაციის მოძიება, გააზრება და პასუხის გაცემა. და ნუ რა თქმა უნდა გვეყოლება გამარჯვებულიც და ამ ყველაფერს ფიგურირებს ეს მოსწავლე და ამ პროცესში გათვლილი მაქვს ზუსტად ის მე-9 კლასის პროგრამა და გავითვალისწინე რომ რა საკითხები უნდა შევიტანო, როჯერ თვითონ დამუშაობს და შემდეგ ამ თამაში ჩადოს. ხო, თვითონ გონია რომ ერთობა, მაგრამ სწავლობს კომპიუტერულ ტექნოლოგიასაც, იმიტომ რომ მანამდე კლასებში ისწავლებოდა და ჩვენ სკოლაში რომ გადმოვიდა, არ ქონდა მზაობა კომპიუტერული ტექნოლოგიების და ისტის მასწავლებელიც ჩართულია აქტიურად თამაში და რა თქმა უნდა ინგლისურშიც თამაშებით აქვს შესწავლილი, აი ასე ვთქვათ, ინგლისური ენა და რა თქმა უნდა გრამატიკული ცოდნა და ის გამყარება აუცილებელი არის და ზუსტად მაგიტომ გამოვიყენე ეს ერთ-ერთი მაგალითი არის იმის, რომ თუ გამოიყენებ ადამიანის ინტერესებს მისი ნიჭის გამოსავლენად და შედეგზე გასაყვანად, აი ძალიან მაგარ შედეგზე გავდივარ, უკვე წლებია და რა ვიცი, ურჩევ ყველას. ძალიან კაია, ძალიან სწორი მიდგომა თქვი და ვფიქრობ, რომ ეგ არის ალბათ ნომერი პირველი, რაც ადამიანებმა სწავლების დროს ზოგადადაც და ენის სწავლების დროსაც არაჩვეულებრივი მიგნება არის, რომ გამოიყენონ. ორი შვილი მყავს, მასზე ფოკუსირება. ორი შვილი მყავს და რადიკალურად განსხვავდებიან ხასიათობრივად და შეხედულებით ერთმანეთისგან და მათთან გაპირველად, როდესაც გადავწყვიტე, რომ ეს მეცადა
და ერთ-ერთი ტრენერის ტრეინინგის შემდეგ გადავწყვიტე ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ძალიან კარგად მოახერხა შთაბეჭდილების მოხდენა მან ჩემზე, უბრალოდ თავისი პროფესია ისე შემოგვაპარა და ისე გაგვაცნო, რომ პირველად მეგონა, რომ აი თეატრის მსახიობი იყო და შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ინგლისური ენის მასწავლებელი იყო, მაგრამ იმდენად შთამბეჭდავი იყო, გადავწყვიტე, რომ მოდი მოულოდნელი სურპრიზებით ვიქნები მეც სავსე და ბავშვები კლასში რო შევდივარ, არასდროს იციან იმ დღეს იმ გაკვეთილზე რა მოხდება და აი ასეთი თვალებით მიყურებენ ხოლმე დღეს რა იქნება და რა მოგვიმზადა, რა ბადეში უნდა გაგვაბას, ასეთი მოლოდინები აქვთ ხოლმე და ყოველთვის გაკვეთილს ელოდებიან. მიუხედავად იმისა, რომ წიგნი ბევრჯერ აქვთ გადაშლილი და იციან, რომ მომდევნო გაკვეთილი თუნდაც გმირებზე იქნება, იმ დღეს ვერ გათვლიან, რომ გმირები შეიძლება იყოს ჩვენი გაკვეთილის თემა. ამიტომ მეუღლეც მუსიკის მოყვარული მყავს და თავიდან რომ გადაწყვიტა, რომ აუ მე ინგლისური ვერ ვისწავლე, ნიჭი არა მაქვს, დავსვი და მეთქი მოდი ვისწავლოთ. თქო და არაო გაკვეთილები თუ მეო ვერ ვისწავლიო. ეხლა მასე იმდენი მასწავლებელი მყავდაო და არაო ვერ ვისწავლიო და შემდეგ YouTube-დან უზიარებდი ხოლმე სიმღერებს, რომელ სიმღერებშიც თან დართული იყო სუბტიტრებით, ინგლისურად ეწერებოდა მელოდიის ესენი ფრაზები და ძალიან უყვარს გიტარაზე დაკვრა და თვითნასწავლი არის ამ მხრივ უსმენს გიტარას, აწყობს სიმღერებს და შემდეგ მღერის, მაგრამ უცხოურ სიმღერებს ყოველთვის ლა 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 ლა, ანუ სიტყვების გარეშე მღერის მარტო მელოდიას. და ამდენ გაგზავნით, დღეს ძალიან ბევრი სიმღერის ასე ტექსტი იცის და მღერის არაჩვეულებრივად და ზუსტად ამ სიმღერის ტექსტების შესწავლით მან შეძლო იმ ელემენტარული აღარ ქვია, იმ კომუნიკაციის დამყარება, უცხოელი სტუმრები რომ მოდიან და მოხალისეები სტუმრად არიან ჩემთან, ხან სადღეგრძელოებს იძახის უკვე ინგლისურად და დახმარება აღარ ჭირდება. ანუ სიმღერა მისთვის იყო რაღაც ერთი განსაკუთრებული, ანუ თავისუფალ დროს ჰობი, გიტარაზე დაკვრა და სიმღერა და უგზავნი ვიდეოებს, აი ასე სუბტიტრებით და ანუ ოჯახში გავტესტე ესა და მეთოდი და გაამართლა და უკვე საკლასო ოთახებშიც გადავიტანე და სუპერ. მიყვარს შენი მოსმენა, იმიტომ რომ ბევრი მაგალითის გაზიარება შეგიძლიათ. ჩემო ძვირფასო, კიდევ არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოსაზრებაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ და მოდი ამოვიღოთ, იმიტომ რომ კარგი რაღაცები მოვამზადეთ. ზრდასრულ ასაკში ინგლისურის სწავლა შეუძლებელია. ანუ რაღაც თანხwebdriver არის გაგრძელება გამოგვივიდა. ზრდასრულ ასაკში სწავლა შეუძლებელია, ანუ ჯერ ზრდასრული ასაკი თვითონ ასაკსაც თუ გავითვალისწინებ, ჩემთვის აი ვახსენე კიდევაც და ვთქვი, რომ რაღაც შეუძლებელად მიმაჩნია, არ ვიცი, ეხლა მოსაზრება არსებობს ნამდვილად და ხშირად მომისმენია. მაგრამ ასაკს შეიძლება 17 წლის ახალგაზრდა თინეიჯერი გრძნობდეს თავს 60 წლის ადამიანად და პირიქით შეიძლება 60 წლის ადამიანი გრძნობდეს ახალგაზრდად თავს და აი მე მიმაჩნია რომ ასაკი რიცხვებია მხოლოდ და არ ვთვლი რომ აი ასე წლებს უნდა ვაქცევდეთ ყურადღებას ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანი როგორ გრძნობს თავს და როდესაც იძახიან რომ აი ამ ასაკში აბა როგორღა შევძლებ და მიაჩნიათ რაღაც აქილევსის ქუსლი ინგლისურის შესწავლა ზოგადად ერთი უცხოენა მაინც თუ რაღაც დონეზე იცი და გამოგდის უცხოენის შესწავლა პრობლემას არ წარმოადგენს და ზოგადად უცხოენაზეც რომ არ ვისაუბროთ სწავლის პროცესის დაწყება და ახალი ფურცლისგან ჩვენი ისტორიის დაწერა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რომ მქონდეს სურვილი. თუ ადამიანს სურვილი აქვს რაღაცის კეთების და ჩვენ მასწავლებლები, პედაგოგები ვართ ის ხალხი, ვინც ამ სურვილს და ამ მონდომებას თვალებში უნდა ვხედავდეთ და ბაღვივებდეთ იმ ნაპერწკალს, რომ ადამიანს გაუჩნდეს სურვილი, რომ ისწავლოს. თუნდაც აი შეხვედრის დროს რომ გაგიცნობს, აი იმ დღიდან დაიბადოს სურვილი, რომ აი მინდა მე ვისწავლო, იმიტომ რომ აი ამ ადამიანთან მე შევძლებ, ან ეს მომცემს იმის შესაძლებლობას, რომ ვისწავლო. მასწავლებლებზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული და ასაკის მიუხედავად ვთვლი, რომ შეუძლებელი არაფერი არ არის. შენ ცხოვრებაში იყო პერიოდი, როდესაც ასწავლიდი ზრდასრული ასაკის ადამიანებს, მათ შორის ონლაინ, ხო, ესე ვიცი. აი ეგ გამოცდილებაც შეგვიძლია რომ გაგიზიარებთ, ანუ სულ პირველად ალბათ 16 წლის წინ,
როდესაც სულ ახალი 4 თუ 5 წლის დაწყილი მქონდა ამ ასპარეზზე მოღვაწეობა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი და წინაბორბედი პედაგოგები მყავდნენ და მათი ჩემ ცხოვრებაში არსებობა მამოტივირებელი იყო ჩემთვის, რომ ეს პროფესია ამერჩია, ზუსტად იქედან დაიწყო ეს ყველაფერი და ერთ-ერთი ჩემი მოსწავლე ასაკოვანი და მაშინ ძალიან შემაშინა მისმა ასაკმა, მაგრამ მონდომება იყო იმხელა 64 წლის ქალბატონი მყავდა, დღეს ამერიკაში ცხოვრობს მის შვილთან, ვაჟიშვილთან ერთად და თუ უყურებს ამ პოდკასტს აუცილებლად გაახსენდება და თვითონვე მიხვდება რომ მასზე ვსაუბრობ 64 წლის ვარ და თუ არის შესაძლებელი რომ თქვენთან ინგლისური ენა ვისწავლო. ვიცი რომ 64 წლის ვარო, მაგრამ იმდენად გულით და სულით მინდა სწავლო, ყველა გაკვეთილზეო, მაქსიმალურად მომზადებული მოვალ და ძალიან ვიყოჩაღებო. მისმა სიტყვებმა, ანუ ჩემგან კი არ იყო мотиваცია მის მიმართ, პირიქით, ამ მოსწავლემ მომცა ძალიან დიდი мотиваცია რომ მეცადა. და დავიწყეთ მუშაობა, ასე რომ ვთქვა და მისით აღფრთოვანებული ვიყავი და აბიტურიენტებს და პატარა მოსწავლეებთან მაგალითად მომყავდა რომ ბავშვებო იცით 64 წლის ქალბატონი არის და თქვენზე მეტს აკეთებს იმისთვის რომ ისწავლოს და თქვენ ხო ეხლა უფრო მეტი შანსი გაქვთ რომ ისწავლოთ და ბავშვებს არ ეჯერებოდათ ხოლმე და 3 თვის მუშაობის შემდეგ ამ ქალბატონს ვთხოვე რომ მინდა მეთქი რომ ჩემ მოსწავლეებთან რაღაც აი ასე მამოტივირებელი სიტყვით გამოხვიდეთ და როგორ ნანობთ რომ აქამდე არ ისწავლეთ და მოვიწვიე პატარებთან და უთხრა რომ აი ჩემი შვილი იყო მამოტივირებელიო და ჩემმა შვილმა მითხრა რომ დედა თუ ინგლისურს არ ისწავლე აქ რო ჩამოხვალ ჩემთან ძალიან გაგიჭირდება მიუხედავად იმისა რომ მე ქართული ვიციო ანუ სოციუმში რომ იგრძნო კომფორტულად თავი, აუცილებლად ინგლისური დაგჭირდება და იქნებ ცოტათი მაინც რაღაც საფუძვლით ჩამოხვიდეო და ეს იყო მამოტივირებელი მისთვის და ზუსტად იმ ქალბატონმა პრეზენტაციის შემდეგ ბავშვებს უთხრა რომ აი ეს მამოტივირებელი ადამიანები ან რაიმე საქმიანობა მოეძებნათ რის გამოც უფრო დიდ ნაბიჯებს გადადგამდნენ და დღეს ის ქალბატონი ამერიკაში მუშაობს და ძალიან წარმატებული არის თავის სფეროში მარკეტინგში არის და ყოველთვის მომიკითხავს ხოლმე და ჩემ გაზიარებულ პოსტზე სულ წერს ხოლმე გახსოვს ნატო შენ რომ შეგეშინდა ამ ნაბიჯის გადადგმაო და იმის მერე ძალიან ბევრი ასაკოვანი მოსწავლე მყავდა და ზუსტად იმ ადამიანებში ვამსხვრევ იმ სტერეოტიპებს რომ ამ ასაკში მე სწავლას ვერ შევძლებ ეს შეუძლებელი არ არის მეგობრებო თავარი არის გულით მოინდომოთ და აი ბიზნეს დასახვა რომ რაღაცისთვის არის ეს საჭირო ასევე აუცილებელია ხო ანუ არ დაკარგო мотиваცია კი იმიტომ რომ როცა რაღაცას სწავლობთ აუცილებელია პრაქტიკაში გამოყენება და დანერგვა და უცხო ენისთვის კიდე ყველაზე golden rule არის ანუ ოქროს წესი არის რომ რასაც სწავლობთ ერთი ფრაზაც რომ ვისწავლოთ კომუნიკაციაში უნდა გქონდეს ამის შესაძლებლობა რომ გამოვიყენოთ და პრაქტიკაში დავნერგოთ სხვანაირად იკარგება რაც უნდა დიდი ცოდნა გქონდეს თუ უცხო ენას პრაქტიკა არ ზდევს თან შეუძლებელია ან გაზრდა ან გამოყენება ის მივიწყებას მიეცემა სამწუხაროდ ძალიან კაი მაგალითი გაგვიზიარე მართლაც და ის შენთვისაც როდესაც სწავლების დასაწყისში აი რწმენები გჭირდებოდა რომ ნამდვილად შესაძლებელია ხანდაზმულ ასაკში ენის შესწავლა ესეთი დიდებული გამოცდილებით მოკლედ დაიწყე და მე უკვე რა თქმა უნდა ამ გამოცდილებას დაფუძნებით ბევრ ადამიანს გაუჩენდი რწმენას რომ ყველაფერი გამოვა მთავარია მოინდომოთ. კაი, ჩემო კარგო, მოდი ამოვიღოთ შემდეგი სტერეოტიპი, არანაკლებ საინტერესო ფრაზები დაგუშვა წინ და ვისაუბროთ. აქცენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. აუ ხო. აქცენტი ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, ეს ცოტა მტკივნეული თემა არის იმ კუთხით, რომ ანუ ინგლისურ ენაში გვაქვს ბრიტანული აქცენტი და ამერიკული აქცენტი და ზოგადად ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ როდესაც კომუნიკაციას იწყებ, ვერ აკონტროლებ. აქცენტის კონტროლი შეუძლებელია და მითითება, რომ აი სწორი აქცენტით ისაუბრე, ну, מחვილებსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და სიტყვის წარმოთქმასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და აი ამ წარმოთქმაზე ზოგადად ხშირად ვუთითებთ და ხშირად მოყავს მაგალითები სწორად როგორ წარმოთქვან მოსწავლეებმა სწორი მიდგომით და იმ მოსასმენი მასალებით რომ იმუშაონ, მაგრამ ზოგადად თვითონ ინგლისურის მასწავლებლებიც ხშირად ვართ ხოლმე ამ
პრობლემის წინ, მაგალითად უცხოელ პედაგოგებთან და უცხოელ native speaker-ებთან რომ მოგვიწევს შეხვედრა, მაშინვე გადავრთავთ ხოლმე ჩვენი აქცენტი რადიკალურად განსხვავდება და მოსწავლეები აღნიშნავენ ამას, ჩვენ ვერ ვხვდებით. აი ხშირად მყოლია მოხალისე მასწავლებელი, ამით განებიურებული ვარ კახეთში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სკოლებში არ აყვავს კახეთის მასშტაბით ბევრი უცხოელი და მოხალისე მასწავლებელია, რომლებიც დიდი სიამოვნებით გსტუმრობენ ხოლმე და მათი მოსვლისთანავე გაკვეთილის პროცესში ჩემი აქცენტი იცვლება და ბავშვები მიყურებენ გაკვირვებულები, რომ არაქართული აქცენტით საუბრობთ. მას და აღნიშნავენ, ანუ საუბრის კომუნიკაციის დროს აქცენტი განიცდის ცვლილებებს. ანუ ფიდბექი გამოდის, ანუ როგორი აქცენტითაც მესაუბრები, ზუსტად ისეთი აქცენტით ვცდილობ შემდეგ დამსგავსებას და ცვალებადია და დამოკიდებულია. კომპლექსი რომ შენ ანუ უაქცენტოდ საუბრობ და რაღაცა, მე მგონი რომ ეს ანუ მოსწავლე ერთადერთ ხო აქცენტზე არასდროს არ მაქვს ხოლმე, ანუ ძალიან ძნელია აქცენტზე მიუთითო ადამიანს, რომ ეს შეცდომა არის და გამოასწოროს, ჟღერადობას უფრო და წარმოთქმას ვანიჭებთ, უფრო მნიშვნელობას, რომ სწორად წარმოთქონ და სწორი მიმართულებით გააკეთონ და ანუ დისკომფორტს უქმნის მოსაუბრეს, როდესაც უთითებ, რომ რაღაცა აქცენტი შეცვალოს და აქცენტს მიაქციოს ყურადღება. ან ასეთი შენიშვნების შემდეგ ცოტა მეტად კომპლექსდებიან და ჩემთვისაც მეც რომ ეხა ვინმეს ვესაუბრები და შემისწორონ ან მითხრან რომ აი სწორი აქცენტით ისაუბრე და თქვენ აქცენტზე ყურადღება გაამახვილეთ, შეიძლება საერთოდ დავკარგო და საერთოდ ვერ წარმოვთქვა ისე როგორც წესი და რიგია. ამიტომ მითითებით რაღაცის კეთება უფრო მეტად რთულია, კეთებით სწავლებას მივესალმები ზოგადად და თუ ადამიანი ისე არ საუბრობს და იმ აქცენტით არ საუბრობს, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის და აი ასე სასიცოცხლოდ არსებულად უნდა გამოვყოთ, თუნდაც ბევრჯერ გამეორებით შეგვიძლია არ დავაპაუზოთ, მაგრამ საუბრის პროცესში ის სიტყვა ბევრჯერ გავიმეოროთ, ზუსტად იმ სწორი აქცენტით, როგორც უნდა წარმოთქვას და თვითონ მოსაუბრი აუცილებლად მიხვდება. არ გავაჩეროთ, არ უთხრათ, რომ აი stop, repeat, არა. გავაგრძელოთ საუბარი კომუნიკაციის დროს ის არსებული შენიშვნის გამოსწორება ვცადოთ რამოდენიმეჯერ, თუნდაც რაღაც მაგალითის მოყვანის დროს, მაგრამ ზუსტად აქცენტი გავაკეთოთ იმაზე, რაც პრობლემად ჩავთვალეთ და მეტად გამოსწორებადია, ვიდრე აი გაჩერდის, შეასწორე, გაასწორე. ხო, ზოგადად ადამიანს რასაც უთითებ იმ დროს უფრო დიდ პრობლემად თვლის. მიიჩნევს, ხო, რა თქმა უნდა, ბავშვს რო ეტყვი ეხლა სწორად გაიარე, არ წაიქცე, აუცილებლად წაიქცევა. აი წადი და თუ წაიქცევი არ აუშავს, რომ წაიქცევა წამოდგება და გააგრძელებს სიარულს, მაგრამ თუ წინასწარ ეტყვი რომ უნდა წაიქცეს და რაღაც პრობლემას წინასწარ დაანახებ, რომელსაც ძალიან დიდი ქაოსი მოყვება, რა თქმა უნდა, არ წავა, ან ისე წავა, რომ კანკალით. და ადამიანებში ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იცი რა მახსენდება, ხა 2017 წელი იყო, რაღაც საერთაშორისო ბანაკში ვიყავით პორტუგალიაში, 12 ქვეყნის წარმომადგენელი, ჯამში ერთი 60 ახალგაზრდა. ანუ მე იქ დავიტანჯე, ესე იგი სომეხი სომხური, ინგლისურით ლაპარაკობდა, ფრანგი ფრანგულით, ესპანელი, იტალიელი და ანუ ძალიან ძნელი იყო, რომ ერთდროულად ამდენნაირი ინგლისური მომესმინა, როდესაც მაშინ ჯერ კიდევ გამოწვევა მქონდა და ენის ცოდნასთან დაკავშირებით და ხო, რაღაცნაირად მოსაუბრისთვის შეიძლება ეს ნაკლებად კომფორტული იყოს, მაგრამ სწორად აღნიშნე, რომ ამაზე მითითება, ეხა ეს არის რა, არაეთიკურია და შეიძლება ადამიანი დაკომპლექსდეს. აი ინდუელების ინგლისური აქცენტი. ინგლისური, ნუ აი ძალიან, მაგრამ მიჭერს და ერთი მეგობარი მყავს, რომელიც თქო უნდა ბევრად კარგად საუბრობს, ვიდრე სხვა ინდუელების, ასე ვთქვათ, აქცენტი მომისმენია, მაგრამ ანუ გრძნობდი ხოლმე რომ ვერ ვიგებ, ანუ არ მესმის და მე ხა არ მინდოდა რომ ძალიან ესე მეგრძნობინებინა და აი სასაცილო გამახსენდა. ცდილობდი რომ გამემეორებინა ან რაღაც. მეც გამახსენდა ნატო ჯავახია, ანუ გვარი, მეგრული გვარი იმერეთიდან და ბავშვებს რო ეუბნებიან, აი იმერეთიდან არის მეგრული და რო დავიწყებდი ინგლისურად, ბავშვები მეყურებდნენ გაკვირვებული. ვაიმე ნატომას მეგრული აქცენტი არა გაქვთ, ანუ წარმოედგინეთ ხოლმე ინგლისური მეგრული აქცენტით, ან იმერული აქცენტით უნდა მქონოდა აუცილებლად და პატარები ძალიან სიყვარულები არიან მაგ კუთხით და
მეც გამახსენდა ეგ ბევრჯერ მქონია სხვათა შორის რომ აი აქცენტი არა გაქვს და როგორ ხდება მაგრამ ბევრს აქვს ანუ რუსულენოვანებს აქვს ძირითადად აქცენტი ხოლმე აი ძალიან მკვეთრად ეტყობათ ხოლმე და მეც აი თურქეთის და აი მასში საერთაშორისო პროექტებში რო ვართ გლობალურ პროექტებში მანდ არის ძალიან დიდი პრობლემა აი ამ აქცენტის კუთხით რომ ყველა ეროვნებას თავისი აქცენტით გადმოაქვს და კი ცოტა ეს არის და კი ნამდვილად და ბავშვებისთვის უფრო პრობლემა არის ეგ და მე ვარჩევთ ხოლმე და ერთ-ერთი გარჩევის თემა არის მინდა გითხრა კი ბატონო ხო, მოკლედ, კაი იყო, ხო, აქცენტი ძალიან კაი რომ ადამიანი უაქცენტოდ საუბრობს, მაგრამ თუ აქცენტი არის, ეს მოკლედ ძალიან ისეთი დიდი პრობლემა არ არის. აპლიკაციები საკმარისია ენის შესასწავლად. ხო. აპლიკაციები მნიშვნელოვანი თემაა და მინდა აღვნიშნო რომ ანუ 20 წლის წინ რომ ვინმეს ეთქვა და გამოეხატა რომ აპლიკაციებით უცხოენის შესწავლა იყო შესაძლებელი, ალბათ პირველი ვიქნებოდი, ვინც წინააღმდეგობას გაუწევდა, იმიტომ რომ როგორ შეუძლებელია წიგნის, რეულის, დაწერის გარეშე ინგლისურის შესწავლა, მაგრამ დღეს 21 საუკუნეში კოვიდის წლების შემდეგ, რომელმაც ძალიან დიდი გამოცდილება მოგცა ინგლისურის და არა მარტო ინგლისურის მასწავლებლებს, პირისპირ დაგვაყენა იმ პრობლემის გადასაჭრელად, რასაც ქვიოდა, აი მაგალითად არა პირისპირ, არამედ ონლაინ შესწავლის ბევრი ხერხი უნდა აღმოგვეჩინა და ზუსტად აპლიკაციები იყო ის, რომლებიც გვეხმარებოდა ამ ყველაფერში და მე ვთვლი რომ სრულყოფილად ენის შესასწავლად შეუძლებელია აპლიკაცია დაგეხმაროს და ბევრი სხვა რამის დახმარება შემდეგ დამატებით რომ გამოვიყენოთ, მაგრამ ადამიანის мотиваციისთვის იმ პირველი ეტაპების დაწყება, რამაც შეიძლება თვითონ აი აპლიკაცია მისცეს мотиваცია რომ ინგლისური შეისწავლოს, ძალიან ბევრი კარგი აპლიკაცია არის, რომლის გამოყენებითაც აი ამ პირველი ნაბიჯების და ელემენტარულ დონეზე შესწავლა შეძლებენ და ზუსტად ეს ელემენტარული შესწავლა მასწავლებლის მითითების გარეშე შეცდომა არის, აი ასე არ უნდა გააკეთო, გამოასწორე, გადაწერე, ზეპირად ისწავლე, სიტყვები ამოწერე, სიტყვებს თუ არ ისწავლი, ვერ ილაპარაკებ, ზუსტად აი ამ დისკომფორტს არ შეუქმნის და აპლიკაცია ბევრჯერ გამეორების საშუალებას აძლევს, სწორად ვერ აწყობს, შეიძლება შეასწორებს და შემდეგ გაიმეორებს და ეს აპლიკაციები ზუსტად აი ამისთვის არის რომ დისკომფორტი მოუხსნას ადამიანებს და კომფორტი შეუქმნას და საკმარისი მე ვფიქრობ რომ საკმარისი არ არის, მაგრამ საწყისი мотиваციისთვის ძალიან კარგია და ერთი აპლიკაცია ვერ შეძლებს დააკმაყოფილოს ის დონე, რომელიც საჭიროა უცხოენის შესასწავლად, ნებისმიერი უცხოენის შესასწავლად, მაგრამ არსებობს ბევრი კარგი აპლიკაცია, რომლის დამატებით გამოყენების შემთხვევაში ფასიანი არის უფრო მეტად გამართული და კომფორტული აპლიკაციები, მაგრამ უფასო აპლიკაციების გამოყენებით დაწყებას შეძლებენ, მაგრამ ჩემი აზრით, ანუ სანახევროდ ვეთანხმები ამ სტერეოტიპს, შესაძლებელია, მაგრამ საკმარისი არ არის. აუცილებელი არის უცხოენის შესასწავლად, მივმართოთ YouTube არხს, სადაც ბევრი ვიდეო არის სუბტიტრებით, გამოვიყენოთ მოკლემეტრაჟიანი ფილმები, მოусმინოთ ინგლისურ ენაზე ბევრ სხვა რამეს, რისი ჩართულობითაც უფრო მეტად განვითარდებით და უფრო მეტად შევძლებთ ინგლისური ენის შესწავლაც, დამოუკიდებლათაც კი და მასწავლებლის ჩარევის გარეშეც კი, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა თანხვედრაში მოდიოდეს და თვითონ ეს აპლიკაციები რა დონეზეც მიყავს მსმენელი და ვინც იყენებს ინგლისური შესასწავლად, თუ ბოლომდე გადიან და შუაგზაში არ ანებებენ თავს, რა თქმა უნდა, შემდეგ უთითებს რა უნდა გააგრძელონ, როგორ უნდა გააგრძელონ და რჩევებსაც აძლევს და მხოლოდ ერთ დონეზე ტრიალით, რა თქმა უნდა, ვერ შეძლებენ სრულყოფილად შესწავლას, მაგრამ ზრდადობა შესაძლებელია და განვითარებულია ამ კუთხით მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ბევრი აპლიკაცია, რომელიც ხელს უწყობს ადამიანებში უცხოენის შესწავლას და დღესდღეობით ძალიან აქტუალურია ტურიზმი და მოგზაურობა და ძალიან ბევრი ადამიანი სადმე ქვეყანაში სამოგზაუროდ სანამ მიდის, ჩამოტვირთავს ხოლმე ზუსტად ერთ-ერთი არის Duolingo, ყველაზე
მარტივად გამოსაყენებელი და უფასო პლატფორმა, რომლითაც ბავშვებიც, დიდებიც სარგებლობენ და ელემენტარულ დონეზე რაღაც კომუნიკაციას ახერხებენ და შემდეგ თუ განვითარების კუთხით უფრო მეტი უნდა, შემდეგ უფრო ფართო მასშტაბის აპლიკაციებსაც იყენებენ, მაგრამ ძალიან აქტუალური არის და რა ვიცი, აპლიკაციების გამოყენებით შესაძლებელია შესწავლა სრულყოფილად არა, მაგრამ მოტივაციისთვის ძალიან კარგი საშუალება. კი ბატონო. მოდი აი დავგვჭირ ბოლო სტერეოტიპი და აბა ვნახოთ რითი დავასრულებთ ამ საინტერესო საუბარს. ნახოთ. ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის დასაწყებად გრამატიკა აუცილებელია. აუ რა კაი თემა, ცოტა დავიწყებული მქონდა რომ ეგ გქონდა. ქილაში გრამატიკა. ბევრს აქვს პრობლემა. ბევრს აქვს გრამატიკა არის ის კარგად და ეს კომუნიკაციის დაწყებაში ხელს უშლის და კომპლექსი აქვს, რომ სწორად ვერ ალაგებს წინადადებას და ასე შემდეგ. აბა რა ვფიქრობ შენ როგორც პედაგოგი? აი როგორც პედაგოგი გულწრფელად გეტყვით, 10-15 წლის წინ რომ 15 წლის უკან რომ გავიხედო და ჩემი თავი დავინახო, მეც ვიყავი ერთ-ერთი ისეთი მასწავლებელი, რომელიც თვლიდა, რომ აი გრამატიკის ცოდნის გარეშე ინგლისურად საუბარი შეუძლებელი იყო და მიმაჩნდა აი რაღაც კატასტროფად რომ მეტყოდნენ მოსწავლეები მირეკავდნენ აი გრამატიკის შესწავლა არ მინდა მხოლოდ აი სალაპარაკო ინგლისური მასწავლე იმ დროს ჩემთვის ეს იყო რაღაც ანუ და ვაპროტესტებდი ხოლმე ძალიან რომ აი როგორ შეიძლება გრამატიკის სრული კურსი თუ არ გაიარა და 26-ვე დროზე არ ქონდა შეხედულება და პრაქტიკაში არ გააკეთა როგორ შეძლებს ინგლისურად საუბარს. იმის შემდეგ ძალიან ბევრი წელი გავიდა, მინდა გითხრათ და ჩემს პროფესიულ ზრდაში ძალიან ბევრმა პროექტმა ასე ვთქვათ, კეთილი წერტილები დასვა და უცხოელებთან და უცხოელების მიერ დაგეგმილ ტრეინინგებში მონაწილეობამ და პროექტებმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა და ზრდა ჩემში ისეთი პედაგოგის და ისეთ პედაგოგად ჩამომაყალიბა, რომელიც დღეს თulis რომ გრამატიკის ცოდნის გარეშე საუბარი შესაძლებელია, მაგრამ არ ვამბობ იმას რომ არ უნდა ვიცოდეთ, მაგრამ კონკრეტულად მოსწავლე რომელსაც საუბარს ვაწყებინებ, არ ვუხსნი რომ ეს არის present simple, აწმო დრო, ეს არის აწმო განგრძობითი პროცესს ვანახებ პრაქტიკულად. I'm speaking what I'm doing just right now. ლაპარაკობ. როგორი პროცესია? მიმდინარე პროცესია. ესე იგი მიმდინარე პროცესს ავხსნით რომ am speaking. კი ბატონო, აბა შენ რას აკეთებ? მე გისმენ. აბა როგორ იქნება? I am listening. Great. და პროცესში ხდება რომ იმ პროცესს მიმდინარე პროცესს ინგიანი ფორმა უნდა დაამატოს. ხვალე მე რაღაცას გავაკეთებ, ვამბობ წინადადებას, ანუ ქმნის სიტუაციას და სიტუაციის ახსნას ვაკეთებ, მაგალითები მოყავს და დროსგან არ სწავლობენ. შემოესწავლებლად, მაგრამ კონკრეტულად როგორც ახლა კურსს ვატარებთ, გრამატიკის შესწავლის კურსს, რომ აუცილებლად აწმო დრო, წარსული განგრძობითი უნდა ვასწავლოთ და ამ თემატური, თეორიული მასალის სახელწოდებებით უნდა იცოდნენ, არ იცის იმან, რომ აწმო დრო შეისწავლა, აწმო განგრძობითი შეისწავლა, მაგრამ ისაუბრებს, კომუნიკაციას დაამყარებს და პრობლემა არ ექმნება და ხვდება, რომ საერთოდ არ ჭირდებოდა გრამატიკის ცოდნა, ისე შეძლო საუბარი, მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის, მაგრამ სწავლობს. უბრალოდ არ ვაკეთებთ აქცენტს. არ აქვს ჩაწერილი არც ერთი წესი. ვერ ექნება ჩაწერილი წესი, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც 60 წლის ასაკში იწყებს ინგლისურ ენის შესწავლას, იმ ადამიანს ვერ ეტყვი, რომ შენ ჯერ უნდა გასწავლო აწმო, შემდეგ განგრძობითი, უკვე ხვდება, რომ ვერ შეძლებს და ის სურვილი, რა სურვილიც მაგალითად გაუჩნდა, რომ ესწავლა, იქვე კვდება. მაგრამ თუ ეტყვი, რომ ჩვენ გრამატიკის გარეშე და ზედმეტის სიტყვების და საშინაო დავალების გარეშე ჩვენ ინგლისურად ავლაპარაკებით, мотивация ხდება მისცი და პრაქტიკულად ვახერხებთ ამ ყველაფრის შესწავლას და ძალიან ბევრი გამოცდილება მაქვს ამის ონლაინ კურსებში მოსწავლეები რომლებსაც ეგონათ რომ საერთოდ ვერ ილაპარაკებდნენ ეს დაძლიეს და მე ასე მარტივი თუ იქნებოდა ვერც კი ვიფიქრებდითო იმიტომ რომ ინგლისურში ძალიან ბევრი რამე არის აი მაგალითად წარსული დრო ხო წესიერი და არაწესიერი ზნები როგორ უნდა განასხვაონ წესები არსებობს ბევრი წესები მაგრამ
1000 წინადადება მოვიყვანეთ და ერთგან იყო თუნდაც ED-ის დამატება, მეორე 50 წინადადებაში იყო არაწესი რიზმები გამოყენებული და იმდენად ბევრი წინადადება შევისწავლეთ, ინგლისური წინადადებები ქართული მნიშვნელობით მათთვის არც კი გააჩნდა შეკითხვა, რომ აი გრამატიკა ვისწავლე, აქ რა იყო გრამატიკა, აღწერა მიმდინარეობს პროცესების, რომელ სიტუაციაში ჩვენ ვიმყოფებით. აი მაგალითად, სასტუმროს რესტორნებში მომუშავე პერსონალის გადამზადება ხდება და 3-დან 6 თვემდე გვაქვს ხოლმე კურსები. ზუსტად იმ სფეროს განვიხილავთ და იმ ყოველდღიურობას, რა ყოველდღიური წინადადებების თქმის პირისპირ ვდგებით, ხო? მობრძანდით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, რა სისურვებთ, სად მიგაცილოთ და მსგავსი ფრაზები. ადამიანს რა საჭიროებაც აქვს, ზუსტად იმ საჭიროების მიხედვით თუ ჩვენ მივაწვდით ინფორმაციას და ეხლა აქ ექიმს თუ არ ვასწავლით ტექნოლოგიებს და ტექნიკის რაღაც გამოყოფილ საკითხებს, მაგალითად სკოლის მოსწავლეს თუ უნივერსიტეტში დოქტორის შესაბამის ფრაზებს არ გაუზიარებთ, მუსიკოს თუ ინჟინერის ფრაზებს არ გაუზიარებთ, მათთვის უფრო საინტერესო გახდება და როდესაც ადამიანი ხედავს იმ ფრაზებში საჭიროებას, რომელიც ყოველდღიურად მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს უფრო мотивაციას ზრდის და სწავლის პროცესსაც ძალიან მაღალ დონეს ანიჭებს და რა თქმა უნდა ხარისხიც შესაბამისია. მე ვთვლი რომ ადამიანს თუ мотивაცია არ აქვს და მამოტივირებელი ადამიანები ჩვენ უნდა ვიყოთ პედაგოგები, რომლებიც ბავშვებშიც, მოზარდებშიც და ნებისმიერ ადამიანში გააღვიძებს სურვილს. ანუ ელემენტარული მაღაზიაში წასვლაც რომ ავიღოთ, ხო? რაღაცა რო ძალიან გვინდა, თუ არ უნდა გავაკეთოთ ეს, თუნდაც რაღაც ნამცხვარი, ხო? თუ არ გვინდა რომ საყვარელი ადამიანისთვის გავაკეთოთ, мотивაცია ნაკლები გვექნება და მარტო ჩემი თავისთვის არ წავალ. ანუ მამოტივირებელი რამე გვჭირდება ადამიანებს, ბავშვებსაც. ხო და რასაც გულით მოვინდომებთ, აუცილებლად გამოგვივა და გრამატიკის ცოდნა არ არის ხო ეს იყო. ანუ კომუნიკაციის დასაწყებად არ არის საჭირო. განსაკუთრებით ის დასრული ასაკის ადამიანები არ რომ არის გადაწყვეტენ ხოლმე რომ აქცენტი ამ დონეზე შეისწავლონ ინგლისური. აქცენტის გაკეთება იმაზე რომ გრამატიკას თუ არ ვისწავლით, ვერ ვისაუბრებთ, აბსურდია. შესაძლებელია კომუნიკაცია მოვახერხოთ გამოყოფილად აი ასე გრამატიკას თუ ვერ შეისწავლი, ვერ ისწავლი, არა. შესაძლებელია. უბრალოდ აქცენტს არ ვაკეთებთ კავიჭებში, ანუ სიტყვა გრამატიკას ვაქრობთ, მაგრამ რეალურად არ ქრება. ის პრაქტიკაში ინერგება და პრაქტიკული მუშაობით ადამიანები, მოზარდებიც, პატარებიც სწავლობენ ინგლისურ ენას, ახერხებენ კომუნიკაციას, ну, რა თქმა უნდა, გრამატიკას სწავლობენ, მაგრამ სიტყვა გრამატიკის გარეშე. ხო, ეს სკოლაში მეტი აქცენტია, რა თქმა უნდა, გრამატიკაზე, ხო, ბავშვებთან ურთიერთობის ნახეთ, სკოლაშიც სახელმძღვანელოები ეხლა ძალიან შეიცვალა და ბევრი ინგლისურის მასწავლებელი აპროტესტებდა იმას, რომ აი როგორ შეიძლება აწყმო დროს დათმობილი კონდეს მხოლოდ 2 საათი. ეს ხო შეუძლებელია, იქ თუ ამდენი დავალება არ დავწერეთ, იქ თუ არა, ჩასმული არის უკვე თანამედროვე სახელმძღვანელოებში, ჩასმული არის ნაკლები წესები, მეტი პრაქტიკული მასალები, სავარჯიშოები, ვიდეოები, მოსასმენები და მოსასმენებში უკვე ტექსტი რომ მოცემული არის, იქ ტექსტის გააზრებას, როცა მოსწავლე ახერხებს, უკვე გრამატიკულ ცოდნას ისრუტავს. და კონკრეტულად გამოყოფილი არ არის, მაქსიმალური აქცენტი გადატანილი არის პრაქტიკაში შესწავლაზე და 2 წინადადებით გვაქვს ახსნელი გრამატიკა და ძველად და მეც 10 და 15 წლის წინ ვაპროტესტებდი, რომ ვაიმე, აი როგორ შეიძლება თეორიული მასალა არ ასწავლო, წესები არ დააზეპირო და აი ასე ტექნიკურად დაწეროს მოსწავლემ. შესაძლებელია და ჩემივე სტერეოტიპს 20 წლის წინ მე თვითონ ვამსხვრევ დღეს და ვიზახი რომ და ბავშვებს ვეუბნები ხოლმე ადრე მეც მიუთითებდი რომ აი თუ არ გეცოდინებოდათ წესი შეუძლებელი იქნებოდა რაღაცის გაკეთება, მაგრამ დღეს ასე არ არის. ბევრმა მოსწავლემ არ იცის ტერმინოლოგია, გრამატიკის ტერმინოლოგია, აი present simple. შეიძლება რომ კითხო, ქართულად ვერ გიპასუხოს, მაგრამ მიცემული წინადადება იმ ტექსტებში და დავალებებში იმდენჯერ განვიხილეთ, სწორად, მექანიკურად წერს.
ამიტომ ასე კონკრეტულად გამოყოფილად თუ პროფესიას არ ირჩევ, რომ უნდა იყო მასწავლებელი ინგლისური ენის და თემატურად სრული კურსი გინდა რომ შეისწავლო, სხვა პროფესიის ადამიანებისთვის ასე გამოყოფილად გრამატიკის აუცილებლობა, რომ აუცილებლად გრამატიკა უნდა ისწავლო, ვთვლი რომ არ არის საჭირო. ანუ ძალიან დიდი დრო და ენერგია სჭირდება გრამატიკის კარგად სწავლას და ალბათ ხო დიდი გამოწვევა ამ სწავლების პროცესების დროს, რომ აი თან საუბრის უნარჩვევა განუვითარდეს ადამიანს, თან გრამატიკა ასე სიღრმისეულად ისწავლებოდეს. რა თქმა უნდა, ჩემი აზრით ვფიქრობ, რომ ძალიან კაია, როცა ადამიანი საუბრობს სწორად, გამართულად და იცის გრამატიკა. თუმცა კომუნიკაციის დასაწყებად ცალსახად აუცილებელი არ არის. რაღაც ეტაპზე ყოველ შემთხვევაში და მე უკვე ალბათ ადამიანს და მის მონდომებაზეა დამოკიდებული რა სიღრმემდე ჩავა ხო სწავლის პროცესში რომ იწყებს საუბარს კომუნიკაციის დროს ხვდება საკუთარ შეცდომებს და თვითონვე უჩდება შემდეგ მოსაუბრეს იმის სურვილი რომ გამოასწოროს. აი მაგალითად პირის ნაცვალ სახელებზე არის ხოლმე სულ პრობლემა და მეც კი სწრაფად როცა ვსაუბრობ he, she, it ამერევა ხოლმე და ბავშვებს ვეუბნები don't worry, it's not like this. არ არის რაღაცა კატასტროფა, მოდი ამაზე არ გავაკეთოთ აქცენტი. ზოგადად შემდეგ პროცესში ნახე მიეცი мотивация დაიწყო საუბარი, ფრაზებით შეძლო კომუნიკაცია, ერთხელ ქონდა კომუნიკაცია და იმ კომუნიკაციის დროს აღმოაჩინა შეცდომები, ადამიანების შეცდომებზე ვსწავლობ და მიმაჩნია, რომ ჩვენ თვითონ როდესაც რაღაც გვეშლება და ზუსტად იმ შეცდომის მაგალითზე ვაკეთებთ შემდეგ ახალ აღმოჩენას, გამოსწორებას და ჩვენივე პრაქტიკაში დანერგვას ძალიან მნიშვნელოვანია ის შემეშალა, ხო? he ვთქვი, she-ის მდედრობითი სქესის მაგივრად, ხო? მივხვდი და მეორედ უკვე ვფიქრობ, რომ აი საუბარს რომ დავიწყებ, ამაზე მაქსიმალურად ვიფიქრო, რომ სწორად გავაკეთო. რა თქმა უნდა, პროცესი ქმნის შემდეგ შედეგს და პროცესში ვსწავლობთ ყველაფერს. ჩვენც პედაგოგები ახლა 20 წლის წინ რაც ვიცოდი, ბევრად მეტი ვიცი და ეს პრაქტიკის დამსახურება არის, გამოცდილების დამსახურება არის და ზუსტად იმ კომუნიკაციის დამსახურება, რომელიც კომუნიკაციაც საერთაშორისო პროექტებმა მომიტანა, უცხოელ მოხალისეებთან ერთად კომუნიკაციამ მომიტანა, თუ ინგლისური მასწავლებლებს, ინგლისურენოვან მასწავლებლებთან და პროექტებში მონაწილეობა არ გვექნება და ამის შესაძლებლობა არ გვექნება, ნუ აქცენტზედაც ძალიან დიდი პრობლემა გვექნება წლების მერე და რა თქმა უნდა ამის განვითარებაზეც უნდა ვიზრუნოთ ყველა ერთად. ხო, ეხლა წარმოიდგინე მასწავლებელი, რომელიც 20 წელი მხოლოდ ქართულ საჯარო სკოლებში ასწავლის და ადამიანი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ჩართული არის 70-მდე პროექტში, სადაც ყველა ქვეყნის წარმომადგენელია, უცხოელებთან აქვს კომუნიკაცია და ბევრ პროგრამას ხელმძღვანელობს, ბევრად განვითარებული არის და რა თქმა უნდა, ბევრი შესაძლებლობა ექნება და მის მოსწავლეებსაც რა თქმა უნდა, ბევრი შესაძლებლობა ექნება. ამიტომ მე ვთვლი, რომ მასწავლებელი არის პროფესია და ნებისმიერი სხვა პროფესიაც ზრდა არ უნდა შევწყვიტოთ და საკუთარ განვითარებაზე თუ პედაგოგი თვითონ არ თვლის, რომ მეტი უნდა ისწავლოს და ყოველი დღე ახალი დღის დასაწყისი უნდა იყოს და ახალი აღმოჩენების უნდა იყოს, შედეგი უფრო ნაკლები იქნება, იმიტომ რომ თუ მე როგორც პედაგოგი არ ვიზრდები, ჩემი მოსწავლეც ვერ გაიზრდება. თუ მე 10 სიტყვით მეტს არ ვამატებ იმ ჩემ ლექსიკას და არ ვცდილობ, რომ როგორც native speaker-ების აქცენტი არის სწორი, ისე არ ვცდილობ იმის ხაზის გავლებას და გამეორებას და სწავლას, ვერც ჩემი მოსწავლე არ შეძლებს ამის გაკეთებას. ამიტომ თვით განვითარებაზე ძალიან ბევრი არის დამოკიდებული და ეს განვითარება, გამოცდილება და განათლების ზრდა ზუსტად არის მთავარი, რომელიც აი ამ სტერეოტიპებს ამსხვრევს. და თუ ადამიანები ვეცდებით, რომ ყოველი დღე დაუთმოთ საკუთარი თავის ზრდას, განვითარებას და უკეთესი მეს შექმნას, ბევრ სტერეოტიპს დავამსხვრევთ და ბევრად უკეთესი ვარიანტები ვიქნებით საკუთარი თავების. აუ, აი არაჩვეულებრივი სამოტივაციო დასასრულისთვის შესაფერი ტექსტი შემოგთავაზე და გიხდი ძალიან დიდ მადლობას მე შენთან ესე როცა მაქვს ხოლმე შესაძლებლობა რომ გავზიარდე ყოველთვის აი ეს განცდა მიჩნდება რომ აი რასაც აკეთებ ძალიან მაგრად გიყვარს და ძალიან გატაცებული ხარ იმ შენი ინიციატივებით რომლითაც კი ახსოვ ხარ ამ რაიონშიც ადამიანებს და აი მღირებულებაზეთ გახარ რომ მუდმივად უნდა ვითარდებოდეს პედაგოგი რომ ის ნამდვილ პროფესიონალად იქცეს. მოკლედ მე შენ გისურვებ წარმატებას ბევრ კმაყოფილ მოსწავლეს
არა მარტო თქვათ სასკოლო ასაკისას, არამედ ზრდასრულ ასაკის ადამიანებსაც გისურვებ, რაც შეიძლება ბევრი ყავდეს, ვიცი რომ არ გექ ხოლმე დრო და ხშირად გიწევს უარის თქმა ადამიანებისთვის, მაგრამ მოკეთ აბა შეინცი რა, ბევრ ადამიანს მიეცი შესაძლებლობა ცხოვრების განმავლობაში, რომ ერთით მეტი ენა იცოდეს, ერთით მეტი ადამიანი ხარ, როცა ენას რამდენი ენაც იცი, იმდენი ადამიანი ხარ. ნამდვილად დიდი მადლობა თქვენ. ხო, საინტერესო რომ მომეცით საშუალება. გამოგვივიდა და მგონია რომ ადამიანებმა мотиваცია იქრწეს, როგორც სკოლის მოსწავლეებმა, ისე ზრდასრული ასაკის ადამიანებმა. ჩვენი პოდკასტით ბევრ საინტერესო ადგილობრივ თუ სხვა მუნიციპალიტეტიდან მოსულ ადამიანს გაგაცნობთ და ნამდვილად ისეთი ადამიანები იქნებიან, რომლებმაც თავიანთი საქმე სუპერ დონეზე იციან. 1000%-იანი გოგო მყავდა პოდკასტში. მადლობა. ხარ. შენ იცი. აბა ჰე, დროებით და გემშვიდობებით შევხვდებით მომავალ პოდკასტში.